ეს არის ჩემი შთაბეჭდილება რუსეთ-საქართველოს ომზე. რაც განვიცადე, რაც აღვიქვი და როგორც გული შემტკივა, ჩემი ემოციური განწყობით გადმოვცემ ამას. ჩვენ ვართ აკადემიის სტუდენტები და გვითხრეს, რომ თუ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი რაღაცა, რომ გამოხვიდეთ აქციაზე და თქვენი შთაბეჭდილებები გაუზიაროთ ხალხს, რაც აღვიქვით ამის შესახებ, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ჩვენ რაც აღვიქვით, იმასთან დაკავშირებით გადმოვცემთ ჩვენ ამას ჩვენ ნახატში და სურათში. ანუ ეს არის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც თიც ისშვეს ტაძრისკენ. ანუ მე ამით პარალელს ვალდებ იმასთან, რომ წმენა ყოველთვის გვარჩენდა ჩვენ, წმენის გარშე ადამიანი უბრალოდ მკვდარია ჩემის აზრით რა. აქციას ქვია ტრაქტატიდან ოკუპაციამდე და გეორგიევსკის ტრაქტატიდან შარშანდელი ომის ჩათვლით, აი ყველა მოვლენა აგვესახარ, ყველა ოკუპაციის მცდელობა, ყველანაირი აგრესია გამოხატული რუსეთის მხრიდან, რაზეც კი ჰქონდა ფოტო, აუდიო ან დოკუმენტური მასალა, ყველაფერი გამოგვეფინა. ეხლა ამ მომენტში ჩვენ ვიმყოფებით რეპრესირებულთა სექტორში, ეს არის 10 სექტორად დაყოფილი, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და აი ხა რეპრესირებულთა სექტორში ვიმყოფებით, სადაც არიან საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც დაიხურა და მათ პირადი ნივთებია გამოფენილი. აქცია, რომელსაც ატარებს ინტერნეტ-ჯგუფი რეაქცია, ტარდება მთელს რუსთაველზე, ანუ რუსთაველის პერიმეტრზე, ყოფილი იმელის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე. დაყოფილია 10 ისტორიულ სექტორად 1793 წლიდან, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატიდან 2008 წლის 7 აგვისტოს ომამდე. გვაქვს აგრეთვე აგეროპერის ბაღთან აღმოსავლეთ ევროპის სექტორი, რუსული აგრესიის სამსახველი. თითოეულ სექტორში გამოფენილია კონკრეტული პერიოდის, ისტორიული პერიოდის სამსახველი ფოტო, ვიდეო, აუდიო და დოკუმენტური მასალა. მე ვთვლი, რომ საკმაოდ ნორმალურად და ის სხვა წლებთან შედარებით, აი ეს რაც დღეს ხდება, რა ვიცი, ჩემთვის მისაღებია სრულიად და ძალიან მომწონს ეს, რომ ეს ეროვნული გმირები მოყოლებული იმ დროიდან, აი რასაც ვხედავთ აგერ, დღევანდელ დღემდე არ არიან დავიწყებული და მათ პატივს ასე როგორ ვთქვა, პატივს ცემენ.
დღეს აი გამიორმაგდა კი არა და ალბათ რაღაც სხვანაირად ვიგძენი ის რაც მოხდა ერთი წლის წინათ შაშანდელი აბები ალბათ არ ვიცი მთელი ისტორია არის ეს ჩვენთვის და ჩემი შვილიც იმიტომ წამოვიყვანე რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი სამშობლო 6000 ქართველი გახდა აი ეს ჯობია აი